არასაპარლამენტო პარტიების მოსაზრება ამ თემაზე მართლაც ორად არის გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება აუცილებლად დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ნაწილი კი ამბობს იმას, რომ თუ კი ასე დადგება საკითხი, ვინ დაიწყო ომი, ეს არ იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის მომგებიანი, თუ კი იქნება გამოძიება იმის შესახებ, რომ ომის დროს როგორ მოქმედებდნენ ცალკეული მაღალჩინოსნები, რამდენად უზრუნველყოფილი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ევაკუაცია, რამდენად სწორად დაიგეგმა სამხედრო ოპერაციები. თუ კი ამ საკითხებზე კონკრეტულ თანამდებობის პირებს მოუწევთ პასუხების გაცემა, ეს მათთვის მისაღებია. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კი მაინც შიშობს, რომ ნებისმიერი ტიპის გამოძიება მხოლოდ რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს განცხადება არის საქეზება მთელი მსოფლიოსათვის, რომ აღიარონ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ეს განცხადება არის საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ფაქტობრივი აღიარების ტოლფას. ჩემი ქვეყანა არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, რომ პრეზიდენტი დავინახოთ, გაკონჭილეთ, მიყავდეთ ვიღაცებს სადღაც. უნდა მივიდეს თვითონ და დაილაპარაკოს რა. თუ რამე დანაშაულია, იმ დანაშაულზეც უნდა აგოს პასუხი. თუ არა, თუ არ არის, დაიცვას თავის პოზიცია, დაასაბუთოს. სიმართლე დააზარალებს მიხეილ სააკაშვილს და მის უპასუხისმგებლო გუნდს, რომლებმაც ჩემი გაფრთხილების, არაერთ გზის გაფრთხილების და მიუხედავად ქვეყანა დააქციეს და დაღუპეს, მაგრამ სიმართლე არათუ არ დააზარალებს საქართველოს, არამედ სიმართლე ჩვენ მოგცემს შანსს ველაპარაკოთ ღიად აფხაზებს და ოსებს და დავიწყოთ შატეხილი ხიდების აღდგენა. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მაქვს ინფორმაცია, ვისაუბრო გამოძიების ნებისმიერ წარმომადგენელთან და ორგანოებთან და საერთოდ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისაგან და სააკაშვილისგან მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. როდესაც ლაპარაკი იწყება აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებაზე და როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება იმ მიმართულებით, რომელიც არანაირად იმ არაღიარების პოლიტიკის ჭრილში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჭრილში არანაირად არ ეხმარება საქართველოს საერთაშორისო პოზიციას და პირიქით ერთადერთი ვისაც შეიძლება დაეხმაროს ეს გახლავთ რუსეთი და სამწუხაროდ რუსეთმა უკვე პირველი ზეპირი განცხადებები გამოიყენა საამისოდ და რუსული პრესა მართლაც გაჯერდა იმ განცხადებებით, რომ საქართველო აღიარებს თავის დანაშაულს. საქმე უნდა იქნეს აღძრული და უნდა იქნეს გამოძიებული. არა ის, რომ ვინ დაიწყო ომი, ზოგადად ეს არ არის ომი ქართველებსა და ოსებს შორის, ან ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს არის გეოპოლიტიკური ომი, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს აგვისტოს ომის დროს. უნდა იქნეს გამოძიებული პრეზიდენტის როგორც მთავარსარდლის და მისი გარემოსვის ეგრეთ წოდებული გენერლების ლაჩრული გაქცევა ფრონტის ხაზიდან. როცა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს ვაკეთებთ, არ უნდა დავაზიანოთ ქვეყანა. ანუ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ. არ უნდა დაუშვათ შეცდომები, რომელიც 91-12 წლებში დაუშვით, იმიტომ რომ შევარდნაძე მაშინ გამსახურდია ჯინაზე, მიიღო რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები ცხინვალთან მიმართებაში, რაც არასწორი იყო. გამოძიება უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რა შეცდომები დაუშვით, აი ამ მსვლელობის დროს ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე, რა არის გამოსასწორებელი, რა არის შესაძლებელი, რა პრობლემები იყო მაშინ, რა გამოჩნდა ქართულ ჯარში, ან სახელმწიფო სტრუქტურებში და შემდეგ ეს ნამდვილად გამოსაძიებელია და ეს მისაყვანია, რომ ეს საქმე დაიწყო იმ კომისიამ, რომლის წევრიც მე ვიყავი. გამოძიების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ისინი ამბობენ, რომ გამოძიება ამ თემაზე უკვე არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. ისინი გულისხმობენ ბუნებრივია ჰეიდი ტალავინის დასკვას, ასევე გამოძიება ჩაატარა საქართველოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ ყველა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი, უკვე პასუხგაცემულია. ამ ტიპის გამოძიება კი ხელს მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეილახა, რადგან დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომლის ოფიციალური ვერსია ამ ომთან დაკავშირებით არის ცხადი და ის ფაქტობრივად ამართლებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, ოკუპაციას ამართლებს. ეს არის შეცდომა, რომელიც დაუშვა პრემიერმა და
ხელისუფლება უშვებს ხანდახან ბევრ შეცდომას, მაგრამ ამ ლაქას ეს ხელისუფლება და პრემიერი ვერ ჩამოიშორებს. სრულებით ცხადია, რომ ეს არის არა საერთაშორისო ვალდებულება, არამედ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის ამ ომის გამოყენების მცდელობა, რაც შეეხება დანაშაულს, რომელიც მოხდა ამ ომის დროს. ეს არის ეთნიკური წმენდა, ეს არის ათობით ქართული სოფლის მიწასთან გასწორება და ბულდოზერით მოსწორება და ვეჭვობ, რომ როგორც ადრე, ასევე ახლა საქართველოს პროკურატურამ მოახერხოს და დაკითხოს დამნაშავე პირები, რუსი სამხედროები, მათთვის ბრძანებების მიმცემები, სეპარატისტული დაჯგუფებების მეთაურები, რომლებიც ამ საშინელ და მართლაც ამაზეზე დანაშაულს ჩადიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავის საგაზეთო ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ თუკი ქვეყნის შიგნით არ დაიწყებს ამ ტიპის გამოძიებას, მაშინ ამ საკითხით დაინტერესდებიან ჰააგის პროკურორები. თეა წულუკიანი ამავე კონტექსტში ახსენებს იმასაც კიდევ ერთხელ, რომ დაიკითხება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი გამარტავს, რომ შესაძლებელია ამ დროის ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს. ამავდროულად ისიც ამ საქართველოს მთავრობის წევრი და დღევანდელი იუსტიციის მინისტრი აცხადებს იმასაც, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შესაძლებელია სხვა მაღალ ჩინოსნებიც დაიკითხონ.